ხუთი მთავარი უბედურება, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ მოგვიტანა, უნდა გავიხსენოთ ახლა კიდევ აუცილებლად. პირველი, ეს არის სახელმწიფო წაგვართვა. სახელმწიფო შეისყიდა და ჩაიდო ჯიბეში. აღარა გვაქვს სახელმწიფო წოდებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ვისაც არ გჯერათ, გადაახვიეთ YouTube-ზე არაბთა ემირათების ნაჰაიანის შეხვედრა ივანიშვილთან მის სასახლეში და ნახავთ, როგორ საპატიო მანძილით უკან მიცუნცულებს პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და მთელი მთავრობა აი ამ საპატიო თავმჯდომარისგან, რომელიც არაფერი არ არის რეალურად, კონსტიტუციურად და იმ ნაჰაიანისაგან უკან მიდიან სადღაც თავში ჩატყმული ბავშვები და ეს იყო შესანიშნავი ილუსტრაცია, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს. მეორე, სუვერენიტეტი ივანიშვილმა გადასცა ჩვენს ოკუპანტს სახელმწიფოს, რომელმაც 20% სამხედრო გზით წაგვართვა, 80% ივანიშვილმა გადასცა სუვერენიტეტი მოსკოვს და დღეს ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა განისაზღვრება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში ნარიშკინის თავმჯდომარეობით და უშიშრობის ფედერალურ სამსახურში ბორტნიკოვის ხელმძღვანელობით, რომლებიც მე ახსენებენ პუტინს, რომ აი ჩვენ გავგზავნეთ კანონი, რაც უნდა მიიღონ იქ არასამთავრობოებზე, იქ გრანტებზე, იქ სხვადასხვა მიმართულებებზე, იქ ევროკავშირზე, იქ განცხადების ტექსტი როგორ უნდა გადაიმტერონ კიდევ უფრო ევროპა და ამერიკა და დაცილდნენ იმ ორბიტას, ახსენებენ პუტინს ის ცნობა იღებს. ანუ სუვერენიტეტი გადასცა ოკუპანტ ქვეყანას. შემდგომ ახლა ერეკლეზე იყო საუბარი და კიდე რაღაცას ვიტყვი საინტერესოს. შემდგომ ქართველობა პირველად ივანიშვილმა გეგმაზომიერი დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველოში აქცია ეროვნულ უმცირესობად. დღეს ჩვენ ვართ ნახევარზე ნაკლები ქართველები, ეს სტატისტიკა არსებობს, აღწერა სახეზეა, საგულაგულოდ მალავენ, მაგრამ პატრონმა მალაო და შუბმა თავი არ დამალაო, გაიხედეთ ქუჩაში და თქვენ ახავთ მთელს აზია აფრიკას აქ და ქართველი და ადგილობრივი თითით მოკლედ საჩვენებელი გახდა და საძებნი გახდა. ანუ ერეკლეს დროს რო ერეკლეს შემდეგ უფროსწორად რო შეიერთა რუსეთმა საქართველო 700,000 იყო როგორც ამბობენ მეცნიერები რაოდენობა, მაგრამ უმრავლესობა ვიყავით მაინც როგორც ეთნიკური ჯგუფი. დღეს უმცირესობა ვართ, ხო? ეს ერთი სახეზია გამოკვეთილი ამბავი და ეს ნაჰაიანიც რო ჩამოვიდა ახლა ემირათების პრეზიდენტი რა საქმეზე იყო ივანიშვილთან ალბათ შესანიშნავად მოგეხსენებათ არაბული ქალაქებისა და დასახლებების მშენებლობა საქართველოში კონკრეტულად 6 მილიარდი ინვესტიციით ფონიჭალაში რუსავსა და თბილისს შორის მტკვრის გარშემო უზარმაზარი ჭალები ედემი იქ ნაკრძალიც არის სხვათა შორის უნდა გადაიქცეს არაბულ დასახლება და გონიოში ბათუმში იმ გონიოში რომელზეც სპარსეთის იმპერია და რომის იმპერია ომობდნენ ისეთი სტრატეგიული ადგილია რო დავონებოთ თავი საკურორტო მნიშვნელობას იქაც არაბული დასახლება რომელიც დაემატება წეროვანში ბაზალეთში ლისში გოროვანში ტაბახმელაში არსებულ არაბულ სოფლებს და ქალაქებს. კაცი პირდაპირ გეუბნება რომ თქვენაც ზედმეტები ხართ საქართველოში. საქართველოს ქართველების გარეშე. მე უნდა ჩამოიყვანო აქ არაბები, ამაში უნდა ავიღო ფული, ამისათვის უნდა გამითეთრონ ემირათებმა და არაბულმა ქვეყნებმა ჩემი შავი გზით მოპოვებული ვალუტა, იქ უნდა გაატარონ თავიანთ ბანკებში, იქ უნდა წავიღო ჩემი ინვესტიციები, იმიტომ რომ დასავლეთის ბანკებში აღარ მიმეცლება, თქვენ ვინახართ, საიდან მოხვედით, ამისათვის მე ფართოდ უღებ კარებს ვიზო რეჟიმს ვაძლევ ირანს, პაკისტანს, ბანგლადეშს, ავღანეთს, ნიგერიას და მთელ აზია, აფრიკას იმისათვის, რომ მუშახელი შემოვიდეს უფრო იაფი, თანაც პრეტენზიის გარეშე ყოველგვარი პოლიტიკური და ძალაუფლებრივი ნიუანსების კუთხით. ეს დემოგრაფიული გადაშენება, ეს მესამე, ხო? ანუ პირველი, ესე იგი, სახელმწიფო შეისყიდა, სუვერენიტეტი გადასცა ოკუპანტს, დემოგრაფიულად გადაგვაშენა. ეხლა მეოთხე ევროპის გზა გადაკეტა და ჩახერგა. ასოცირების პროცესი გაჩერებულია. ურთიერთობა გაყინული ციო-ომამდე მისული. ეხლა ევროკავშირის 27 ელჩს რო დასჭირდება საერთო განცხადების გაკეთება, რომ თავიდანებეთ ჩვენ ელჩებს ნუზდევნითო და ყველაზე წესიერი ელჩია, რაც მე მინახავს თბილისში ეს ფიშერი. ყველაზე დახვეწილი, ნაღდი გერმანული დიპლომატის განსახიერება. ამათ უნდათ აი წინა გერმანიის ელჩი რო იყო, ყურიდან ყურამდე რო ქონდა სახაჭაპურით გახსნილი პირი, რომელიც უყურებდა პარლამენტის ფანჯრიდან
როგორ არბევდნენ ჩვენ ბავშვებს და როგორ ურტყავდნენ იმ დათვის ტყვიებს და მეორე დღეს აცხადებდა, რომ ყველაფერი კანონიერად ევროპულად მოხდაო. აი ისეთი ელჩი უნდათ ამათ. საბედნიეროდ გერმანია მის გაიწვია, ის მეკრთამე ელჩი და ჩამოვიდა ნამდვილი ღირსეული დიპლომატი, ეს აღარ მოწონთ. იმიტომ რომ მათი ადვოკატი არ არის. ხო, ანუ ევროპის გზა გადაგეტა, ასოცირების პროცესი შეჩერებულია, აღარ მინდა ხოლმე უფრო მეტი ვთქვა და რაც მთავარია ყველა ჩვენგანისათვის უვიზო რეჟიმის სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. დიახ, აი ეს მეხუთე დაგვრჩა მე მგონი ჩამონათვალში კიდევ თუ არ 5 წუთი დაგვრჩა ბატონ შალვა მინდა გთხოვოთ რომ ხო ძალიან ეს არის პრობლემები ჩამონათვალი რომელიც პრინციპში საზოგადოებისთვის ცნობილი კია მაგრამ ერთად ამ ყველაფრის მიტანა კიდევ უფრო მეტად სიმწვავეს ძენს ამ ყველაფერს ხო ეს უნდა ვიცოდეთ რა დიდი საფრთხე თავარი კითხვა რაშიც მდგომარეობს ახლა ეჭვი მეპარება რომ ბევრია ისეთი დარჩენილი ვინც აი თქვენ ჩამონათვალიდან თუნდაც ერთზე მაინც არ დარდობდეს და მეხუთე რაც თავარია ევროპული გზა და შევაჯამოთ იმ ხრივ რომ ეს ცვლილებები როგორ უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაში როგორ განსაკუთრებით 4 ოქტომბრის პერსპექტივის კი მაგაზეც მოგახსენეთ და ეხლა რაც მთავარია ღმერთმა და ბუნებამ ჩვენ დაგვამადლა აბრეშუმის გზის ცენტრალური მარეგულირებლის ფუნქცია. არავინ არ დაობდა, არავის ეჭვი არ შექონდა იმაში, რომ საქართველოს იყო იმ შუა კორიდორის აბრეშუმის გზის, ანუ წყნარი ოკეანის და ატლანტიკის ოკეანის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ევრაზიაში. იმიტომ, რომ ჩრდილოეთით სანქცირებული რუსეთია, რომელიც კაიხანი იქნება სანქცირებაში და იქ თურთებს არავინ არ გაატარებს, სამხრეთით სანქცირებული ირანი, რომელიც ასევე კაიხანს იქნება სანქცირებაში და იქ თურთებს არავინ არ გაატარებს, დანარჩენი ჩიხი და მხოლოდ საქართველო. აი ამ ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული პოლიტიკით და რიტორიკით ივანიშვილმა აიძულა ჩვენი მოკავშირეები ეძებნათ ალტერნატიული გზა, აბრეშუმის გზის, კორიდორის, შუა კორიდორის და ვინც ეძებს იპოვისო და აგერ ზანგეზურის გადასასვლელი ტრამპის მეთაურობით ხელი მოაწერეს ფაშინიერმა და ალიევმა და 2 დღის უკან ამერიკის მთავრობამ გამოყო უკვე 150 მილიონი დოლარი აი ამ გზის შესაკეთებლად აღსადგენად იქვე გაივლის რკინიგზა როგორც ამბობენ კი არა ასია კომუნისტების დროს გადიოდა და ასევე გაივლის ოპტიკურ მოჭკოვანი ინტერნეტიც კი რომელიც დღეს ჩვენით მარაგდება შუა აზია და მთელი ის რა ქვია სომხეთი და აზერბაიჯანი აი ახლა მეტი ვერც ერთი მტერი ვერ დაგვაკარგებდა მეც. პუტინმა ვერ დაგვაკარგია ეს ფუნქციები, ну ის 20% კი წაიღო, მაგრამ ვერ გაბედა აქეთ აი გეოპოლიტიკურ სივრცეში შემოჭრა და დაბომბვა იმ გასადენების, ნავთობსადენების და იმ გზების და ინფრასტრუქტურების ვერ გაბედა, იმიტომ რომ ახლა ისინი ხო იყურებიან იქით აქეთ რა ხდება და ფუნქციას ხედავენ ჩვენსაც, ხო? ამან ეს ყველაფერი დააგვირგვინა და გააკეთა და ეხლა მე იზოლებული გავხდი, ეხლა ტრამპი შინაგანად ძალიან კეთილი პიროვნება, მაგრამ ნუ ცოტა ისეთი თეატრალური ტიპია პრეზიდენტობაში და ცოტა ბრაზიანიც ხო იცით ასაკში უკვე ბავშვივით ბუტია ხდება კაცი და ეხლა ტრამპია გამონაკლისი ასაკს ყველა თანაბრად ემორჩილება და ამიტომ ცოტა ფრთხილი წერილი კი დაუწერეთ, მაგრამ არც თუ ეხლა ისეთ რომ თლად სიამოვნებდა. დღეს გაიგზავნა ტრამპთან, რუბიოსთან და ამერიკის სენატის და კონგრესის ყველა წევრთან. ეხლა ამას უნდა მთავრობა აკეთებდეს, ამას ოპოზიცია არ უნდა აკეთებდეს, რასაც ახლა გეტყვით მე თქვენ. ბატონი ყაველაშვილი ცდილობდა დღეს შეხვედრას, მაგრამ როგორც ჩანს ხეს ჩამორთმევა. ხო, ყაველაშვილი ისეთი სახით იჯდა გაეროს დარბაზში, მივაწერე იქ სურათს, თუ მიაქცეთ ყურადღება, რომ კენჭი გადააღლაბეთ, არ დაცადოს მეთქი. ადრეგრე იყო ქალაქში რომ პირველად წავიდოდა კაცი, კენჭი გადააღლაბება ეტყოდნენ, არ დაგცადოს ქალაქმა, არ გაწყინოსო. ხო, ისეთ სახით, ნუ ახლა სირცხვილი აღარ მინდა ვისაუბრო. უბრალოდ მაკაც აყენებენ შეურაცხყოფას იმ სტატუსით, რაც მიანიჭეს. ტრამპს დარჩენილი რამდენიმე წუთი 4 ოქტომბერზე. მაშინ ვიტყვე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აუცილებელი რეკლამაც ვერ მოისმენთ. ტრამპს მივწერეთ წერილი, სადაც და ამერიკის ელიტას, სადაც დაუწერეთ, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც საქართველოშია, ალტერნატივა საქართველოს როგორც აბრეშუმის გზას არ აქვს და რატომ? ზანგეზურის გადასასვლელი. პირველი, სამხრეთით ესაზღვრება აიათოლების ირანი, რომელიც დუხს და იქ რანაირი ომი დატრიალდება არავინ არ იცის. მეორე, ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზა, რომელიც არის დესტაბილიზაციის წყარო. მესამე, სომხების და აზერბაიჯანელების შერიგებას მივესალმებით, მაგრამ ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და როდის იფიქრებს კიდე რამე დაძაბულება და ამ გზაზე აისახება არავინ არ იცის. მეოთხე, ეს გზა, როცა გაივლის ნახიჩევანს და გადაკვეთს თურქეთს,
შედის ქურთები დასახლებულ რეგიონებში და ქურთები 1000 წელია იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის 50 მილიონი ქურთი. ისინი კიდევ კაი ხანს გააგრძელებენ და შესაბამისად ამ გზის პერსპექტივა არის ძალიან საშიში, არაპერსპექტიული და მოუწოდებთ, რომ საქართველოზე გააკეთონ აქცენტი, როგორც შეუცვლელ აბრეშუმის გზაზე, აბრეშუმის ქვეყანაზე, აბრეშუმის ხალხზე და იმ ადამიანებზე, რომელთა გმირული ბრძოლა მე-13 დღეა თემ სოფლოს აღაბრძოლებს. ეს არის თქვენი მცდელობა, ამერიკელების ყურადღება კიდევ ერთხელ პრაგმატულობითაც მოვიდა. მე ვფიქრობ სერიოზულად. აქ ადგილზე თვითონ ჩვენი საზოგადოება რისთვის უნდა იყოს მზად და რა უნდა გააკეთოს? ჩვენი საზოგადოების მზადყოფნაზე სანამ ვისაუბრებთ, რომელიც ისედაც მზად არის და 300 დღე ქუჩაში გმირული დგომის მთელი ერთი დღეა. ხო, 301 დღე მთელი მსოფლიოსათვის ეს არის მართლაც სანიმუშო მაგალითი თავისუფლებისათვის ბრძოლისა, ასევე 4-იც უნდა იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული. ეხლა ჩვენ არ ვართ ამ 4-ის ინიციატორები, მაგრამ ყველა აქციაზე იქ ვდგავართ. 4-იც იქ ვიქნებით. ჩემი დაბადების დღე იქ აღვნიშნე. აღდგომას იქ შევხვდი, ახალწელს იქ შევხვდი, შობას იქ შევხვდი, წვიმას იქ შევხვდი, თქეს იქ შევხვდი და რა თქმა უნდა, სანქცირება დაწყებულია ლეიბორისტული პარტიის მიერ 12 წლის უკან ივანიშვილის, რის გამოც ყველა დაგწვინოდა, არ ჯეროდათ და დღეს ოფიციალური მსოფლიო პოლიტიკაა სანქცირება და ამ გზით მოიხრჩობა ეს რეჟიმი, მაგრამ სანქცირებას დააჩქარებს AES დიდი თავყრილობები და დიდი სახალხო წინააღმდეგობები, ალბათ ორგანიზატორებს ექნებათ ბრძნული გეგმა, რომ შედეგიანი სტრატეგიით წავიდეს ყველაფერი და ეს ხელისუფლება ხვალაც რო არ იყოს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რამდენიმე ათეული წლით გაასწრო პროგრესის გზაზე ძალიან ბევრ ქვეყანას. ხვალაც რო არ იყოს. 4-ში თუ არ იქნება, ხო საერთოდ ეს გადარჩენა და გადარჩენა. 5-ში არ უნდა იყოს, 6-ში არ უნდა იყოს, ნუ ჯობია 4-ის შემდეგ აღარ იყოს, რა თქმა უნდა, როგორც ამბობენ და გვეუბნებიან. ვიმეორებ, ინიციატორები ჩვენ არ ვართ, თუმცა იქ ვიქნებით, ყველა დღე იქ ვართ და ასევე გავაგრძელებთ.